მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, მე ხატია ვარ, ეს კი მადის აღმზრდელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, რა თქმა უნდა, გამოიწეროთ და იყოთ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, მაკა ჩიჩუა გახლავთ ჩემთან ერთად. მოგესალმებით, მაკა, როგორ ხართ? არა მიშავს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩემთან და გამომიყავით დრო. პირიქით, მადლობა თქვენ, რომ გაგახსენდით დამპატიჟეთ. ჩვენ სულ გახსოვ ხართ. მადლობა. ესე იგი, სანამ დავიწყებდეთ სხვა თემებზე, საუბარზე მთავარ თემაზე, მინდა ჩემი მეგობარი კომპანიები გაგაცნოთ. სიამოვნებით. ეს არის ბომბარი, პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები. ასე რომ საღამოს თუ მტკვილი მოგვინდა შეგვიძლია წავით მაცუნოთ და არ ვინერიულოთ მოკლედ. მაღაზიათა ქსელი სპარი, სადაც შეგვიძლია რომ უამრავი პროდუქტი, მრავალფეროვანი პროდუქტი შევიძინოთ, მათ შორის ექსკლუზიური პროდუქტები და აქ წარმოდგენილია რამდენიმე და ამას მე გაგაცნობთ უფრო დეტალურად. უეთი, ეს არის ქართული, ესე იგი, ტყიბულში ხელით მოკრეფილი ჩაი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახეობები და დავაგემოვნოთ მე. კი ბატონო. და ლოსალტის მარილი დიდი ბრიტანეთიდან, უფრო რაღაცა დადებითი თვისებების მქონე. ხო და მოკლედ ვსინჯავ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძებს, რაც მთავარია და თქვენ ბევრი კერძი შეიძლება გიყვართ, მაგრამ გამოვარჩიეთ სუში, ხო? ხო, მე მართლა ბევრი კერძი არ მიყვარს, ძალიან ცოტა რაღაცა მიყვარს. ზოგადად ჭამა არ მიყვარს. და შეიძლება ისე გავიდეს მთელი დღე, რომ არაფერი არ ვჭამო. ხო. აი, ეს იმიტომ რომ თან ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ ისედაც. ბავშვობიდან. ბავშვობიდან არანაირი ეს არ მაქვს, აი გურმანობის მიმართ. თუმცა სუში არ ვიცი, არის მე მგონი ერთადერთი, რომელზედაც არასოდეს უარს არ ვამბობ. მე რამე კაიმ გამოგვიგზავნა ეს სუში. აჰა. ვაუ. რაღაც თეფში ვით. კი. ხო, საინტერესო შეფუთვას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ ჭამ. ძალიან კარგი. მოკლედ ესე. რა პრობლემაა? ხო, ნუ შეიძლება ხარ რაღაცებმა თქვან რომ არის ის და მე რა? ვერ მოვიხელთე რაღაცნაირად და მეც დიდაც ახლა რო გითხრა ისევ ჭამ როგორც იაპონელები არა, მაგრამ რატომღაც გადაება რაღაცა პერიოდი და სულ ისა და რამდენჯერმე არ იყო ჩანგალი თუ მოკლედ რა ისე მოხდა რომ სულაც არ არის არანაირი პრობლემა. რამე კაიმ გამოგვიგზავნა ეს სუშები, ისაც უღრმესი მადლობა. რამე კაიმ მდებარეობს ილია ჭავჭავაძის 37 ნომერში და შეგიძლიათ დააგემოვნოთ, ასევე გამოიძახოთ მეგობრებო. ახლა ვნახოთ. აბა რამე კაი. ფრენელი. და ზემოდან სხვა შორის პირველად ჭამ ესეც აი მწვანილები თუ მწვანე ხახვი აქვს ხო მე მგონი. ხო, ეგეთი რამე იაპონიაში გამორიცხულია. აი ეს ჩვენ ქართველებმა და რამე კაი. მოვაქართველეთ. ხო. რაღაცები. ჩინურშიც ხო აი ძალიან მოკართულებულია ჩინური საჭმელით. ხო და იცი რა, რაღაცები ხანდახან ალბათ სადაც ვართ იქაური გემოებს რო ვამატებთ, უფრო მე ორგანულად ადვილად მისაღებია. ადვილად მისაღებია, იმიტომ რომ გენეტიკურად რაღაც გემოები ხო გახსოვს და მე ალბათ ესეც არის ერთ-ერთი ხრიკი. ხო, თუმცა საცილო აი იაპონიაში რო ვიყავით, დიდი დელეგაცია იყო და მახსოვს იქიდან ჩვენები ეძებდნენ სადმე მაკდონალდი გვაპოვნ. არ მოწონდათ. ხო, ცოტა სპეციფიურია, მაგრამ მე თუ მკითხავ ყველაზე მეტად მომწონს იაპონური საჭმელი. ყველაზე გემრიელი სუში იაპონიაში გაგისინჯავთ? რა თქმა უნდა და იაპონელებთან აქ იყვნენ ცოლ-ქმარი ელჩი და მისი მეუღლე, ვისთანაც რაც პერიოდი ძალიან დავმეგობრდით და პერიოდულად გვეპატიჟებოდნენ ხოლმე. და თავისი მზარეული ყავდათ თავიანთ რეზიდენციაში და ესეთ ვახშამზე ან რაღაცა სადილზე რო აწყობდნენ ხოლმე ახლა პრეზიდენტისთვის და ბუნებრივია მისი მეუღლისთვის რაღაც განსაკუთრებულ კერძებს აკეთებდნენ, რაც მათთვისაც ისეთია, სადღესასწაულო. არა მარტო ჩვეულებრივი, არამედ კიდე ზემოდან კიდე მეტად. და ისე აი არ ყოფილა ერთი, არ ვიცი, აი ხო შეიძლება რაღაც არ, იმიტომ რომ მათ რა უყვართ, იცით? მოაქვთ პატარ-პატარა ულუფებით. ოღონდ ბევრი. არ მთავრდება. აი ესეთი პატარა ულუფებით
ეხა ეს გასინჯი ესე? გასინჯი არა, აი რაც რის თან მაგათ როგორ აქვს, იცი? ზუსტად იციან რა რის მერე და რა რასთან. ანუ ბალანსი. ნუ მაგათ ხო ეს კულტურა რაღაცა მანდე აქვს აყვანილი, ხო, მეცნიერებამდე და ფილოსოფიამდე, ხო? და აი ეს რასთან არის თავსებადი? თუ რაღაცამ დაგამძიმა, რამ შეიძლება ეს გაანეიტრალოს? მერე რა მოძდევს ამას? მერე წვნიანი და ესა აქვს, ძალიან უყვართ წაბლისგან შექმნილი დესერტი. ცქიმლილი საოცრება, ოღონდ ჯერ ვერ ხვდები რა არის და ისია დამუშავებული ეს წაბლი. ხო, და კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან არ არის აი სიტკბო არ შემოდის აი ესეთი პირდაპირ შაქრის სახით. ანუ აი იმ პროდუქტების სიტკბოა ბოლომდე გამოყენებული, რაც ბუნებრივად, ნატურალურად აქვთ, ხო? არა, იაპონელები არიან ჩემი სიყვარულები. აბსოლუტურად სხვა მენტალობის, სხვა შეგნების, კულტურის ხალხია და ძალიან გაწონასწორებული, დაბალანსებული, ესა, თუმცა მაინც უცნაურია, მათთან ესე ადვილად ვერ ჩაცხოვრდები რა. ძალიან შორს არიან. აი ევროპული კულტურისგანაც, ნუ აზიურისგანაც კი აი სხვა აზია, ხო? რაღაცა თავიანთი კოსმიური სამყარო აქვს შექმნილი რა. ძალიან საინტერესო და მართლა მაგრები არიან ყველა მხრივ მართლაც. კი. ძალიან საინტერესო. ხო, ოღონდ რთულია ესე აი ევროპაში ხო, ბევრად უფრო ადვილად შეიძლება ინტეგრაცია მოახდინო და რაღაცნაირად ჩაცხოვრდე და მათთან არ იქნება ეგეთი ადვილი რა. ხო და ერთიც ხომ არ გავსინჯოთ კი, სიამოვნებით. ხო, ხსენებაზე. კი ბატონო, სიამოვნებით. თან ამ სუშის მომწონს, რომ პატარა-პატარა უკმებია თითქოს. აი როლები ხო, ნახე, პატარებია, მაგრამ აი ეს დიდია და მე მთლიანად ამას ვერ მას ვიზა. ნამდვილად ყაია. ნამდვილად გემრიელია. წყალიც აგერდებს უგნებავთ. შეუძლია ყველას მივიდეს და ძალიან ყაია. ჭავჭავაძის ავენიუ 37. მეწოდინება. კი ბატონო. თქვენ დუშეთში ხართ, ხო? კი, დუშეთში ვცხოვრობ. მე მაინტერესებს დუშეთში თუ ამზადებთ ხოლმე თქვენ საჭმელებს. აი გამომდინარე იქიდან რომ ჭამა არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს დამზადებაც მათ შორის. თუმცა ნუ რაღაცა იძულებით ამბავში ვამზადებ, მაგრამ როცა ვიცი რომ უნდა გავაკეთო და დავამზადო. ყველა მეუბნება რომ გემრიელად ვამზადებ. ალგა მთავარი, ხო? ანუ კარგი ხელი გაქვს. ხო, კარგი ხელი კი, აი სულ ვფიქრობ, რომ ხო, აი გემოებზე ვიწყებ ფიქრს მაგ დროს და კი გამომდის. ხო, თან სინჯავთ ხოლმე? ეს მნიშვნელოვანია. კი, მეტნაკლებად, ხო. ბოსტანიც გექნებათ ალბათ. ქონდა, წელს ვეღარ მოვახერხე შარშანაც ძალიან ისე, იცი რა არის ძალიან გადავერთე ბავშვებზე და ბოსტანს უნდა ძალიან ბევრი შრომა. აი წარმოიდგინე ჯერ ჩითილები, კარგად უნდა იყოს გამზადებული ნიადაგი ამ ჩითილებს ჩასმა უნდა, მერე მუდმივად ყურება რომ აბა რამე ხო არ შეესია, რომ კარგად ხო, მავნებელი მაგას გუნდრიწყობ, რომ ჯანსაღად წამოვიდეს, მერე უნდა გამარგვლა, იმიტომ რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი ბალახი მოდის და სულ უნდა მოაცილო და ნუ არ მთავრდება. დიდი დრო და შრომა. შრომა ჭირდება, რა თქმა უნდა. თუ ვინმე დამხმარე არ ყავს, მე ეგეთი ყოჩაღი ვერ ვარ, რომ ყველაფერს ერთად გავუწყვე, თუმცა ნუ სოფელში ხა როგორ ცხოვრობდა ხალხი, ხო, ბავშვებსაც მეტნაკლებად უვლიდნენ. თუმცა სოფელში როგორ არის, იქ ვიღაცა ნათესა ვიყავთ, ბებია, ესა და მე ხო იქ არავინ არ მყავს. მე ვარ ჩემი შვილებით და ესე ახლოს მეზობელი და რაღაცა არის. აი მეზობელი კი არის, იცი რა სად ვარ, ტყე არის ჩვენს უკან და ნუ ბოლო სახლია რა და არა პრაქტიკულად ხა ესე რომ ვთქვათ არავინ ხანდახან თემოს ყოფილი ძიძა ჩამოდის ხოლმე გერმანიაშია პერიოდულად აქ არის დედა ყავს და აი რო ჩამოდის ჩვენ გვეხმარება და ნუ აი რაღაცა როგორ ველოდები იცი მაგარი ეხლა ზაფხულს ჩამოვა
ეხა ჩამოსულია. ეხა თორე ალბათ ვერ მოვიდოდი. გასაგებ. მე მიყვარს განმარტოვება ძალიან. გიყვართ. ხო, მე არ ვარ ესეთი სოციალური ადამიანი, რომელიც მეგობრებთან ერთად ხშირად დაიარება, ვიღაც სტუმრები მოდიან, არა. ნაკლებად. ანუ თქვენთან შეიძლება ესე უცებ სტუმარი, ან სტუმრები არ დაგადგნენ რაღაცა ესე, რომ თქვა აბა ეხლა საჭმელი არა, ესე. და გავამზადო სტუმრები უცებ დავადგნენ. არა, მე მირჩევნია ყოველთვის წინასწარ ვიცოდე და რა თქმა უნდა, დაგიგმილოთ. კი. ხო, ისეთი რაღაცაა მაინც რა. მეც ხოთა შორის ისე ვარ. განმარტოვება უფრო ან თუ მოდიან პირდაპირ ესა დაკაკუნება. არა. ეს საერთოდ იცი მე მგონია რომ არანორმალურია. ხა იქნებ მე რითი ვარ დაკავებული, ან რა ხასიათზე ვარ, ან როგორ მდგომარეობა მაქვს, ან იქნება ავათვარ საერთოდ, ხო, ესე მომიკაკუნე ეგრე არ არის. აი, სეზონებიდან ყველაზე კარგი მენიუ რომელ სეზონს აქვს თქვენი აზრით? ხო, აი ახლა ბოსტანზე რო ვლაპარაკობდით, ხო, ეს ბოსტანიც იმიტომ მქონდა, რომ სეზონური ამბავია რა. ახლა ზამთარში რომ მიდიხარ და პომიდორს ყიდულობ, ნუ ის პომიდორი არ არის პომიდორი, ხო? მე მქონდა ხარისგულა პომიდორი დათესილი. კი არა, ნუ აი ჩითილები მქონდა წამოღებული, იმ მარტო მაგ პომიდორს ვაღიარებდი, იმიტომ რომ აი როგორია, იცით, ერთი ცალი პომიდორი რო დაჭრა და ყველი მიატანო, კერძია უკვე. ხო, და გემო აქვს ხვანაირი. აბსოლუტურად. საოცარი. ხო და ნუ აი ესე ბადრიჯანიც მომყავდა, ძალიან ბევრი პროდუქტი, ბულგარული წიწაკებიც მქონდა, ნუ კიტრი თავისთავად, წვანილები და სეზონზე ასეთი ბუნებრივი, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება, ნუ ჯანსაღია და კარგია რა. და რომელი სეზონის უფრო? ზაფხულის ალბათ. ალბათ ზაფხული ხო. მე ხო გეუბნებით, არ ვარ აი ეს ჭამელი ადამიანი. და ისე არ აქცევ ხო მაგრამ. ხო, იცი როგორ ვარ, აი ძალიან რომ მომშვიდება, აუ რა მაქვს სახლში, რა შეიძლება, თუმცა ძალიან ცოტა რაღაცას ვჭამ, იმიტომ რომ მიღიზიანდება ეს რომ არ ვარ მჭამელი. ჩემი ორგანიზმი ისე ძალიან ისე გამორჩევით იღებს რაღაც პროდუქტებს რა. ამიტომ ვცდილობ რომ რაღაც მძიმე საჭმელი, ძალიან ცხიმიანი, ხორცს პრაქტიკულად აღარ ვჭამ. ხო, აი ძალიან შეიძლება აი ქათმის ფრთები შევწვა და ნუ აი ბავშვებს რაღაცა და მეც იქ ესა. ძალიან მიყვარს ნიგოზი, ბევრი კაკლები მაქვს. გემრიელი და სასარგებლო. კაკლებში ვცხოვრობ, მე ჩემი კაკლები მაქვს. ხო არის რაღაცა უბანი. ხო. კაკლები. კაკლებში ვცხოვრობ. მე ჩემ კაკლებში ვცხოვრობ, სულ კაკლებია ჩემთან. ამ კაკლებს ვაგროვებთ ხოლმე, მე დავამტროთ, რაღაც შევინახავ მაცივარში ჯერ გამოაშრობ. კი ბატონო. მე კაკალი გაქვს ისე რომ საცივი ბაჟე რაღაცა ეგეთი ტიპის საჭმელები და მიყვარს ასთავარია. სასიამოვნო პროდუქტია, ოღონდ ესეც ბევრი, ნუ რაღაცა არა. ბატონ გიორგის რა საჭმელი უყვარს და უმზადებთ ხოლმე თუ თვითონ ამზადებს? ხო, არ ვიცი, თვითონ ამზადებს უფრო რაღაცებს, რაღაცა შეიძლება ერთობლივათაც შეგვიქმნია. მარილთან როგორ ხართ? გიყვართ მარილი? კი, ძალიან. მაინც ჩემი აზრით მარილი სხვა გემოსცეს საჭმელს. აბა რა, თქვენ ხართო დედამიწისო მარილიო, ხო? ხო, და ეს მარილი თუ არ აქვს გემო. არა, მარილი კაია, შაქარია ცუდი. ხო. მაგრამ ალბათ ხო შაქარი მარილი გემოვნებით და შაქარი ჯობია რომ ამოვიღოთ ხო არის ასე კი ხო და მე მინდა ლოს-ალტის მარილზე მოგიყვეთ ეს არის ლოს-ალტის მარილი დიდი ბრიტანეთიდან რომელიც ესე იგი შეიცავს 66%-ით ნაკლებ ნატრიუმს რაც იმას ნიშნავს რომ შედარებით ანუ სითხეს არ აკავებს ორგანიზმში მაგალითად ვინმე თუ დიეტაზეა სიტყვაზე და ხო ან წნევას არეგულირებს შეშუპება არ აქვს ორგანიზმში და მოკლედ ძალიან კარგი თვისებების მქონე მარილია თან გემოზე თითქმის მარილის გემო აქვს მაგრამ დადებითი მახასიათებლები და ამიტომ მინდა რომ თქვენც გადმოგცეთ ეს მარილი საჩუქრად შვენიერი მარილი მე მიყვარს და ხო დააგემოვნეთ გასინჯეთ და ესეც მოკლედ ლოს-ალტის საუკეთესო გამოსავალია შვენიერება აი 66%-ით ნაკლები ნატრიუმი, ვიდრე სუფრის, ზღვის და მთის მარილშია. ხო, ნუ ანუ გადამუშავებული, დაყენებული ისეთ თვისებებზე, რომელიც თუ მარილს რაღაცა შეიძლება უარყოფითი კონდეს, აქ
განეიტრალებულია. კი ბატონო. ძალიან მიხარია რომ მაქვს ახალი ტიპის მარილი, იმიტომ რომ რაღაც მისი მთის მარილს ვიყენებდით, ეს მოწითალო ფერის როა. პრინციპში რო გითხრა რომ ძალიან სადღაც წავიკითხე რომ დიდი განსხვავებები არ არის. მაგრამ ხო, ნუ რაღაცა თვისებები შეიძლება ესა. ხო და მარილი მარტო საჭმელს არა, ადამიანებსაც სჭირდება საქმესაც, ყველაფერს. კი, ამიტომ არის რომ აი ეს მარილს ისეთი თვისება აქვს, რომ მე უკვე აი ესე წამოვიდა როგორც ისეთი ფრაზები რა, რომ აი თქვენ ხართ მარილი ამა ქვეყნისა, ხო? იმიტომ რომ აი ეს მარილი იმ გემოს ამძაფრ ხასს უსვამს. აი ზუსტად ხასს უსვამს, ეს არის სწორი სიტყვა, ნამდვილად. მაგარი. ხო და ხაზი გავუსვათ ამ შემთხვევაში ლოსალტის მარილი. აუცილებლად. მე ხა ჩემს სტუმრებს ესეთ კითხვას უსვამ ხოლმე და თქვენს დაგისვამთ. მადას რა გიღძრავთ ცხოვრებაში, ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. აი ცხოვრებაში აქ სიამოვნეთ ისიკეთება, კარგია. საინტერესო სიახლეები. და ძველი კარგი რაღაცეები. აი მაგალითად როცა მიდიხარ სადღაც ისეთ ადგილას, სადაც წარმოგიდგენია რომ კარგი იქნება და ეს შენთვის ინსპირაცია იქნება შემდეგ რომ რაღაც ან ხატო, ვინ რას აკეთებს, ვიღაც წერს, ვიღაცა რაღაცას ქმნის. საინტერესო ადგილები, საინტერესო ადამიანები ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს. მიყვარს ძალიან ზღვაზე, ნუ ძალიან დიდხანს არა, იმიტომ რომ ნესტი არ მიყვარს, მაგრამ ზღვისგან რაღაცნაირად იმ სისავსეს ვიღებ, თითქოს ვიტენები, აი იმ ენერგიით. და მე მიმყვება ხოლმე რაღაცა პერიოდი. ხო და ნუ აი ეს ინსპირაცია მჭირდება ყოველთვის, რომ შემდეგ აი ჩემ შემოქმედებაში ავსახო. ამითი რაღაცნაირად გავივსო და შევძლო აი ამ რესურსით შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ეს ჩემთვის აი სიახლეები, კარგი სასიამოვნო სიახლეები და კაი ურთიერთობა, საინტერესო ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ყველა ადამიანს სჭირდება, რომ ეს ერთფეროვნება ან რაღაცა უარყოფით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აღმოვჩნდით დიდ უარყოფით ველში. ზოგადად პლანეტა არა მარტო ლოკალურად საქართველოზე მაქვს ლაპარაკი, თუმცა საქართველო კიდევ უფრო სადაც იყო იმის თითქოს უკან წავიდა, ხო, რაღაც იმედი თითქოს იმედი იკარგება, რაღაცა მომავლის ხალისი იკარგება. ამიტომ რაც უფრო მეტად შემოვა ცხოვრებაში საინტერესო სიახლე, თუ ადამიანის სახით, თუ ლოკაციის სახით, თუ რაღაცა ამბის, ხო, ეს ყოველთვის მახალისებს და მამაბედნიერებს და მაძლევს ძალას, რომ იმედით გადავდგა შემდეგი ნაბიჯები. ნამდვილად. აი რამდენად ხშირად გვხვდებიან თქვენთვის საინტერესო ადამიანები და აი რას ნიშნავს აი საინტერესო თქვენთვის ადამიანი? საინტერესო ადამიანი ნიშნავს, როცა ჩემ ღირებულებით სისტემაში რაღაცა თანხwebdriver და ის ღრმავდება კიდევ უფრო, იმას შემოაქვს თავისი სიახლე, მე ჩემსას ვუზიარებ და ეს რაღაცნაირად იწვევს ჰარმონიას, ხო? და ჩვენ ადამიანები საითვისწრაფვით ზოგადად, თუ ეხა ვიღად ბოროტი არ არის და დამანგრეველი, ხო? ჰარმონიისკენ. ყველას გვინდა, რომ გარემო სთან ჰარმონიაში მოვიდეთ. რომ ეს ბალანსი იყოს სიმშვიდის, სიკეთის, კეთილდღეობის მომტანი, ხო? ამიტომ თუ ისეთი ადამიანები შეგხვდებიან, რომელიც აი ამ ჰარმონიას შეგიქმნიან, გეძლევა სიხალისე. აი ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რას მისურვებ ცხოვრებაში, ხალისიან ცხოვრებას გისურვებ. აი ხო არის, ნუ აი ყველაფერი შედის, ჯანმრთელობაც მან შედის, რაღაცა წარმატება, აი არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ წარმატებაც, ხო, ხალისით როცა ხარ, ასე იგი რაღაცა წარმატებულ მდგომარეობაში ხარ და ამიტომ ეს ხალისიანი ცხოვრება არის ჰარმონიიდან წამოსული. როგორც კი ეს დისჰარმონია და ეს ბალანსი ირღვევა, ადამიანი წყობიდან გამოდის და ნუ სულ ვეძებთ იმას, რომ სადაც მშვიდად იგრძნობ თავს, სადაც გაიგებენ რას ლაპარაკობ, სადაც მოგისმენენ, სადაც მიგიღებენ, ხო? მეტად ნაკლებად რა
თქმა უნდა, ხო? და ყოველთვის ხა მეგობარი კიდე რას ნიშნავს, რომ მეგობარს ეძებ, რომ შენი ღირებულებით სისტემაში იყოს, რასაც ელაპარაკები ზუსტად ესმოდეს და იმას გიბრუნებდეს, რომ ან რაღაცა ისეთი სახით სიახლის, ან იმ დასტურის, ან რაღაცა საერთო გეგმას სახავდეთ, რომ როგორ შეიძლება თუ რაღაცა პრობლემაა გამოსწორდეს, თუ რაღაცა სიხარულია გაიზიაროს. ხო, აი ეს არის მეგობრობა. ამიტომ ჰარმონიაში ყოფნა ყველაზე სასიამოვნო მდგომარეობა. და ალბათ ყოველთვის ბალანსს ვეძებთ ყველაფერში და ეს თავარია, სამყაროც ბალანსშია, ადამიანიც რა თქმა უნდა მისი ნაწილია. ნუ აი რა წარმოედგინეთ, როცა ომი იწყება, ან რაღაცა პანდემია, ან რაღაც აი ესეთი რა, უარყოფითი ველი და ენერგია როცა შემოდის, რამდენად მძიმე ადამიანის ყოფა. აი უკვე ესე ვართ. ხო, საყრდენი გეცლება. საყრდენი, რომელიც შენთვის სასიცოცხლოდ ვიტალურად მნიშვნელოვანი ძალაა რა, რომ შენ გააგრძელო ცხოვრება და გქონდეს იმის ხალისი, რომ აი ხვალინდელი დღე რა კარგია რომ გათენდა, იმიტომ რომ გეგმა გაქვს და ხა პანდემიის დროს ხო გახსოვთ როგორ დავითრგუნეთ, ხო? თქვენ კრიზისულ მომენტებს როგორ უმკლავდებით ხოლმე, აი ნეგატივს, გაქვთ რამე თქვენი ტექნიკა, ასე ვთქვათ? არ ვიცი, არა. ვცდილობ არ ვიფიქრო. ვცდილობ, რომ სხვა რამეზე გადავიტანო, რაღაცით დავკავდე, რომ აი არ ბოლომდე არ შემოვუშვა, იმიტომ რომ ბოლომდე ნეგატივი თუ მოედო, როგორც მეტასტაზი ორგანიზმს სასოწარკვეთილებამდე მიყავხარ, ხო? ამიტომ ყოველთვის აი თუ შემოდის ეს ნეგატივი, სულ უნდა ეცადო, რომ რაღაცა სხვა რამეზე გადაიტანო, რაც შენში იწვევს დადებით ემოციას, ან ბევრი იმუშაო, ან სადღაც გაიქცე, ბევრი იარო ფეხით, აუ სიარული ყველაზე მაგარი რაღაცაა. ისეთ ადგილას იარო, სადაც შენთვის აი მისაღებია იქ სიარული და შენ აი ამ მისგან გცლის ამ უარყოფითი მუხტისგან, რომელიც ხო გაწვება რა და გირევს თავში ყველაფერს და ნუ გერევა. რასაც ქვია, ხო, არ უნდა მოგერიოს, უნდა შეეცადო, რომ მაქსიმალურად დათრგუნო. ეხლა ვიღაცა დეპრესიის დროს იწყებს ჭამას. მე შანსი არ არის. აი, ისედაც ხო რა რამჭამელი ვარ მთელი დღე შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ მაგ დროს აი წყალსაც ძლივს, ვსვავ წყალზე გამახსენდა. წყალი გიყვართ? არა. არა. ხო და რაც ჩამოთვალეთ გამკლავების მიმართულებით, მაგასაც ძალიან დიდი ძალა ჭირდება. იმიტომ რომ ბევრი ისე არის შეიძლება ვერმოერიოს და აი ვიარო კი არა და ვიმუშაო კი არა. ნუ მაგ დროს აიცი რა, როცა ეგეთ მდგომარეობაში და უკვე მაგამდე მიხვედი, მაგ დროს ჯობია პროფესიონალები ჩაერიონ, თუ რა თქმა უნდა მათაც უნდა ნდობა იყოს, იცი? აი ადამიანი, ხო ფსიქოთერაპევტთან ხო ცხოვრებაში არ ყოფილ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ძალიან მძიმე კრიზისულ ფსიქიკურ რაღაც დისბალანსში რა. მაგრამ არასოდეს არ წავსულ ვარ, ჩემით გამოვსულ ვარ ამ მდგომარეობიდან და ვიღაცისთვის აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგ დროს ეს დეპრესია მარტო ის ხო არ არის, რომ ცუდ ხასიათზე ვარ და ცუდად გრძნობ თავს. ქიმიურად ირევა პროცესი. ამიტომ არის მედიკამენტური მკურნალობა მაგ დროს რო ნიშნავენ, იმიტომ რომ აი ის ელემენტები, რომლებიც აირია ორგანიზმში, ის დააბალანსონ. ხო და აი ამ მედიკამენტს აქვს ხო ნუ ახლა მეცნიერებმა იკვლიეს და რაღაცა. კი, აი მაგალითად ბედნიერების ჰორმონი, რაღაცა ვთქვათ, ადრე რაღაც სხვადასხვა ტიპის აი D ვიტამინი სხვა შორისახას რო გაკლია, შეიძლება ბევრ რაღაცაზე. კი, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, 1000 რაღაცაა იქ, რაც შეიძლება ესე უცებ აირიოს, ხო? ამიტომ არის რომ ახლა როცა მივდივართ ექიმთან და ამოწმებენ სისხლს, იქ აი ზუსტად მაგაზეა რა, რომ რა რაოდენობით არის სწორად არის დაბალანსებული თუ არა. ამიტომ ვიღაცა ამ ამბავში ჩარევს ფსიქოთერაპევტს, ვიღაცა ფსიქიატრს, ვიღაცა შეიძლება რელიგიური გააჩნია რა კონფესიის არის თავის მოძღვართან მივიდეს
და ყველა სხვა გზა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ. ჩვენ ყველას ჩვენი გამოსავალი გვინდა ინდივიდუალურად. ხა მე რაც მე მომერგება შეიძლება თქვენ საერთოდ არ მოგერგოთ, ხო? ხო და ეხლა საკვებიც ეგრეა, რაღა ვიღაცას ხორცი საერთოდ არ უყვარს, ვიღაცა კიდე ხორცოთ საერთოდ ვერ წარმოუდგენია თავის ცხოვრება. თუმცა აი რაღაცნაირად ყველას შეუძლია, რომ საკვებზე თუ ალაპარაკი, აი ხორცი სუ მინდა რომ აი ბოლომდე მოვეშვა ხორცის მიღებას. აი რატო? იმიტომ რომ ის ცხოველები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, და ჩვენთანაც რომ არ ცხოვრობდნენ. ხო, ეს ცოტა მძიმე თემაა, მაგრამ ორი სიტყვით ვიტყვი. არსებობს სასაკლაოები. ეს სასაკლაოები დიდდება და ფართოვდება ეს ქსელი, იმიტომ რომ ადამიანი ველურია და ხორცის მოთხოვნა ნუ აი რაღაცა ესე აქვს. ამიტომ აი რომ წარმოიდგინოთ იმ სასაკლაოზე რა ხდება, აი ელემენტარულად მე ბავშვობაში მთელი ბავშვობა ჩარჩენილი მქონდა და რაღაც პერიოდი ვერ ვეკარებოდი, ქათა მიდაკლეს ჩემ თვალწინ. ხო, აი ასეთი ტიპის რაღაცეები იწვევს სევდას. სევდიანია ეს ამბავი რა, იმიტომ რომ ახლა ლომს ბალახს ვერ აჭმევ მართალია, მაგრამ ადამიანს აქ იმის უნარი, რომ ჩაანაცვლოს ხორცი სხვა პროდუქტებით. მაგრამ აი ეს რაღაც პირველადი მოთხოვნილება, რომ ეს ველურად ეტაკო და გაბრტყნა. აუ მეც ელემენტარულ ქათმის დაკლისთვის მართლა არ მიყურებია კი. ხო, ნუ ეხა ეს რაღაც რო ატყავებენ. იმიტომ კი არა რომ სისხლი და რა. ანუ აი თვითონ არ შემიძლია. ხელყოფა სიცოცხლის. და აი გოჭებს რო ყვავენ და ხო, აი ხელყოფა სიცოცხლის. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ტიპები არსებობდნენ, რომლებიც ჩვენით იკვებებიან. ხო. ხო, რა მოდიოდნენ და რაღაც მიუყავდეთ გალიაში გვამწყლებდნენ. ხო, მაგრამ ნუ იდეაში ამბობენ ამას იმით ამართლებენ, რომ თქვა ღმერთმა დაუშვა ის, რომ ამას ვამბობ ხოლმე მაინც რომ რანაირად ვინ ყლელობა დაარითვლება და არისჯება მის ადამიანი მე თუ ტყეში ვარ და სხვა შანსი არ მაქვს. ხო, დღეს ძალიან ბევრი შანსები გვაქვს იმისთვის, რომ ჩავანაცვლოთ რა ეს ყლელობები. ხო, და აი ამ გვამების ჭამა. ბუეთი. მეთქი ბუეთი, რაღაცნაირად წავიდა ბუსთან არის კავშირში. ბუეთი. ბუეთი. აჰა, საგასაგებია. ძალიან საყვარლობა. ეს არის ბუეთის ჩაი, ტყიბულის პლანტაციებში დაკრეფილი ხელით, 100%-ით ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე. დაახლოებით 6 სახეობის ბუეთის ჩაი არსებობს, ქართული, რა თქმა უნდა, და ეხა მოცვის ჩაი უნდა დაგაგემოვნებინოთ. სიამოვნებით. არის როგორც დასაყენებელი, ასევე ერთჯერადიც. მე დავაყენეთ ამ ბუეთის ჩაიდნით, აბა ჩამოვასხათ. მე იაპონიაში აქვს მოხალული ბრინჯის ჩაი. მართლა მიყვარს. ეგენი მწვანე, ძირითადად მწვანე ჩაის სვავენ. ხო. ხო. ძალიან სასარგებლოა. ხო. იცი რა, სხვათა შორის მწვანე ჩაის ძალიან დიდი რაოდენობით აქვს კოფეინი. ბუეთი რა მაგარია. ძალიან მომეწონა სახელი. ხო. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოთ. დაია. აი ეს მოცვის არომატი აშკარად წინ მოდის და გემრიელია. აი თან სულ ამაზე ვამბობ, რომ არ ემჩნევა მართლა რომ რაღაცა სხვა დანამატს შეიცავს. ხო, ძალიან ისეთია, ნატურალურია. მოდის და ხო და საჩუქარი მაქვს. ვაიმე რა მაგარია, რამდენი საჩუქრები. ჩაი ხო გიყვართ? კი, ეხლა წარმომიდგენია ზაფხულში, რაღაც ზაფხულის გრილს აღამოს, დაბრძანდებით და მივიწყოთ. ვაიმე რა მაგარია, ბუეთი. ბუეთი, გავაცნობ ბუეთს ჩემს ნაცნობებს და ახლობლებს. აი ბუეთი. დასაყენებელიც არის და ისეთიც ერთჯერადიც მანდ. ეს შავი პრემიუმ ჩაი ტყის კენკრით. მსხვილფოთლოვანი. ტყიბული. რა უცნაურია. აქ არის აი ეგ დავლიეთ ახლა ჩვენ. აღონ ეს ერთჯერადია. ეს ერთჯერადებია. ნახე აქ მწვანეც არის, მაგრამ ეს მწვანე რისა რა არის? მეგონი ჩვენ აბა ვნახოთ. რა წერია? ზემოდან ხარისხი, ხილფოთლოვანი ჩაი, დასავლეთ საქართველოს ტყივილესწვიანი ზოლის პლანტაციებში მოყოლი. აი ზემოთა წერია მე მგონი თავზე. კი. უბრალოდ მწვანე ჩაი, მწვანე ჩაი მე მეყვარს. მწვანე პრემიუმ ჩაი.
ვა, ნახე, რამდენი რაღაცა მაქვს. აი, ნახე რომ მეუნებოდი რომ რითი, აი, საინტერესო სიახლეები მაქვს. თან ჩაიმე ხო მიყვარს. ეს არის შავი ჩაი. მოკლედ, საინტერესო სიახლეებში ჩავიძირები სახლში რომ მივა. ძალიან მიხარია. მადლობა გემრიელად თქვენ. მიირთვით. და ბუეც. მადლობა ბუეც რა თქმა უნდა, რომ ჩემ საყვარელ სტუმრებს ესე ასაჩუქრებს. და ანებივრებს. და ანებივრებს რა თქმა უნდა. იცით რა მაინტერესებს თქვენ წარმატებას სიტყვა არ მომწონსო წერად თქვით და აი ეს რაღაცა რაღაცა ძალიან ტრაფარეტული და უფერულეს. წარმატება, იცი როგორი ეს არის, რომ მოთხოვნაა თითქოს, რომ ბავშვს ეუბნება შენ უნდა იყო წარმატებული. რას ნიშნავს წარმატება? შენ უნდა იყო ბედნიერი. ბედნიერი როცა ხარ, წარმატებულიც ხარ, რაღაცა კარგად აზგრძნობ თავს, ჯამრთელიც ხარ და ყველაფერი, ბედნიერი. შენ მთავარია იყო ბედნიერი. ეს წარმატებული რაღაცა იმაში მოაქციეს რა და მიცეს მიზანი რომ შენ რაღაცისკენ აუცილებლად უნდა ისწრაფვოდე. არაფრისკენ არ უნდა ისწრაფ, უნდა იმცხოვრო მშვიდად, შენი გზა უნდა იპოვო რა გაინტერესებს, რისი კეთება გინდა ცხოვრებაში, რა მოგიტანს შენ ბედნიერებას. და იქიდან შეიძლება წარმოვიდეს 1000 რაღაცა სიკეთე. ხო და აი ეს წარმატება დაპრესეს და მოაქციეს რაღაც წნეხში. აი ეგეთი შეგრძნება მაქვს რა და ამიტომ რაღაცა გისურვებ წარმატებას, უკვე რაღაცა აღარ მომწონს ეს ეგეთი ტიპის ესა. იყავი ბედნიერი, რა ესეთია, მოიცავს ყველაფერს, წარმატებასაც, ჯანმრთელობასაც, კარგად ყოფნას, რა ვიცი, ყველაფერს. ხო, რაღაც ისეთია, რომ ხო, აი წარმატება ისეთია, ცოტა თითის ხო რა, ეგეთი მე ეგეთ გრძნობას მიჩენს, მაგრამ ნუ ვიღაცისთვის ხა ვერ წარმოუდგენიათ, რომ შენ უნდა იყო წარმატებული. ისინი იცი რა წარმატებულები არიან. თითქოს იცი როგორ რას მეუბნები, რომ აი შენ რაღაც აზე მოდი ახლა და შენც უნდა შეუერთდე იმ ჯგუფს. და შენთვისაც დამთრგუნველია რაღაცა. ხო რა, არა ვითარ ჯგუფში არ მინდა, არც წარმატებულებს შევუერთდე და რაღაც წარმატებისთვის მასე წელებზე ფეხი დავიდგა, არა. მე მინდა ვიყო ბედნიერი, მინდა ვიყო თავისუფალი, მინდა ვიყო ლაღი. ბატონი გიორგი რომ პოლიტიკაში იყო, თქვენ გინდოდათ? იცი რა, რაც გიორგის უნდა, ყოველთვის ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანია. ადამიანს, ჩემი შვილიც რო წავიდეს სადღაც და კრივი მოუნდეს სიტყვაზე და ძალიან არ მიყვარს. აი ძალიან არ მიყვარს, არც კრივი მიყვარს, არც აი ესეთი ორთაბრძოლები, არც ჭიდაობა. სხვათა შორის აი მანდაც ესეა რა, რომ ბერძნებმა მოიგონეს იმისთვის, რომ ადამიანებს რაც უარყოფითი უგროვდებათ სპორტულ სახეობებში, როგორც ესეთი ასპარეზობის დროს გამოეშვათ მთელი ეს ორთქლი. მაგრამ მე გადავიდა უკვე მაშინ რომ აბა წარმატებული უნდა იყო მანდაც უნდა გაიმარჯვა სახე უნდა დაუნგრიო იმას უნდა რაღაცა ნუ ეს რაღაც შეჯიბრებითობა არ მიყვარს მომკალი აი ფეხბურთი ხო რამხელა იმაზეა ლეველზე ასული რომ იქ რაღაცა უზარმაზე იმის გარდა რომ უნდა ესე ფულზეა ლაპარაკი დიდ თანხებზე უამრავი გულშემატკივარი ყავს და არის ერთი ამბავი რა ეს მოდურია ძალიან ამ ეტაპზე. ფეხბურთი ხო და დიდი ხანია თან რა. და გუნდურია, გუნდური თამაშებიც დიდათ მე თვითონ თორე გასაგებია რომ სხვებისთვის. ამიტომ მე მიყვარს ისე ვუბრუნდები ჰარმონიაში ყოფნა, სადაც არავინ არ უნდა დაამარცხო, ბეჭებზე არ უნდა დადო, სახე არ უნდა გაუერთიანო და რაღაცა საშინელებები არ უნდა უქნა იმისთვის, რომ შენ იყო ბედნიერი, არ მესმის ეს მოცემულობა. ჩემთვის ხა მიუღებელია, ჩემთვის ერთადერთი მიუღებელი რაც არის, ეს არის ძალადობა. ხო, ძალადობა, რომელიც ძალიან ჭარბად და მძიმედ არის შემოსული ჩვენს ცხოვრებაში. და რომელიც სულ იყო, არაფერი სიახლე კი არ ხდება პლანეტაზე. სულ ძალადობდნენ. ფსიქოლოგიურადაც და რომ გაიხსენოთ ბიბლია ეგრე იწყება, შურით და ძალადობით. რომ ღმერთმა ორი ადამიანი და დასვა 64-ის ბაღში, ისინი მერე რაღაც არ მოეწონა, გამოაგდო,
მათ შვეს 2 შვილი. ერთმა მოკლა მეორე. იმიტომ რომ შეშურდა. ეს მართლა პირველივე რა სიგიჟე, ხო? ამიტომ ახლა არაფერი სიახლე კი არ ხდება, უბრალოდ ჩვენ კაცობრიობა რაღაცა ნაწილი, მეორე ნაწილი, ხო, როგორიც იყო ის ერთი ძმა განსხვავებით მეორესგან, ცდილობთ, რომ აი ასეთი ტიპის შური, ძალადობა, ბოღმა, რაღაცა ესა ყველაფერი მეტნაკლებად გამოვგლიჯოთ აი ამ ეშმაკს და ვაქციოთ ტრანსფორმაცია მოვახდინოთ სიკეთის და ამიტომ ჯერჯერობით ჩვენი პლანეტა ბრუნავს. ხო, თორე სიყვარულის გარეშე დავიბრა. ხო, ნუ ეხა ომები რას ნიშნავს? ეხა ყველამ რო ომი გამოაცხადოს, ხო, ნუ დაინგრევა ხო პლანეტა. აუფეთქდებით. და ამიტომ სიყვარულით და აი ამ ადამიანებით ვინც რაღაცნაირად აი სიკეთით რა. კი, ქაჩავ. ზუსტად. ქალბატონმაკა სპარი არის მეთქი ჩემი ერთ-ერთი მეგობარი პარტნიორი და აქ წარმოდგენილია ხო აქ წარმოდგენილია ძეხვი ყველი და მინდა რომ ეს ყველი ცოტა დავაგემოვნოთ თუ შეიძლება ეს არის ბოკატერიას ესპანური ბრენდის ყველი რომელიც აწარმოებს ევროპულ ყველებს მათ შორის ჰოლანდიურს ეს არის ედამის ყველი და აქვს რძის გემო უფრო თხილისებრი იმიტომ დაძველების შემდეგ უფრო თხილისებრი გემო კი ეგეთი გემოები ყველი მიყვარს საერთოდ. სხვათა შორის მე ვცდილობდი გამეკეთებინა ყველი, იმიტომ რომ ყავდნენ უსაყვარლესი ცხოველი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ცხოველთა შორის ცოტა ინდუსი ვარ მაგამ ბავში, ძროხები. ძროხები, რომლებიც გვაძლევენ ისეთ საინტერესო პროდუქტს, რომელიც არის რძე და რძის შედეგად ჩვენ ვიღებთ საოცარ საკვებ პროდუქტებს, როგორიც არის ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი, კარაქი მიყვარს ძალიან. მე ვგიჟდები, დილავა დაიწყოს კარაქით. აუცილებლად. ყველაფერში მიყვარს კარაქი. აი, ხა ეს ყველი. აბა ნახოთ, აი ძალიან საინტერესოა რა. დაჭრილია. ერთი ეგრე უნდა გავსინჯო. რძის პროდუქტი. კაია. მომეცი ამას მე ვიყიდე. არა, მე თქვენ საჩუქრად გატანთ მაგას. აი რა მაგარია. ნახო, ბოკატერია, კი. ეს გემო მიყვარს. ყველა გემო არ მიყვარს, მართალი რო გითხრათ. მეც არა. აი ხმელი ყველები დიდათ არ მიყვარს. გემო რო არა აქ. ხო, აი ეს რაღაც ბუტერბროდშიც რაღაცა ძალიან კაია და მეგობრებო, ეს ბოკატერია კაია, გემრიელია. ჩემგანაც რეკომენდაცია. ძალიან კარგ მაწონს ვადედებდი. როგორი მაწონი მომწონს იცით? რადგან თქვენი გადაცემა აი ამ გემოებს ეხება და ეს ძალიან მაგიტომ მომინდა თქვენთან მოსვლა რომ მელაპარაკა საინტერესო პროდუქტებზე. მე რა რომ მეჭამა დიდათ არ მიყვარს. რაღაცები ხო არის რაც მიყვარს, ხო? რძე ძალიან საინტერესო პროდუქტია რა, რომლისგანაც ნაღები გამოყავს, ცალკე დო გამოყავს. აი იმდენ რაღაცას იძლევა და ის რაღაც საოცარი ამბები ხდება რა და რას ყვებოდი რაღაცა უნდა მეთქვა ძროხაზე რძესთან დაკავშირებით ხო აი ძროხა რომელიც აი ამ ხო და თან ძროხას რა აქვს პერიოდი მე რომ მაკდება და როცა ესა იმ პერიოდში ვეღარ გაძლევს იმას ხო და ეს ძროხები როგორია იცით რა რამდენადაც აი ჩემთვის სევდიანი არ უნდა იყოს ძნელია ისეთი საწველიც მქონდა შევიძინეთ ეგეთი საწველი რომელიც ხო ავტომატურად წველის კი ხო მიაერთებ და არც ეგ პროცესია, მაგრამ იქ უნდა წახვიდე, უნდა მიხო ხა ძროხა სახში ხო არ ხავს, ხო? ნუ ცალკე სადგომი აქვს ძროხას, იქ გასასუფთავებელია, მარტო მოწველა ხო არ არის? ბევრი რაღაცა. ძალიან ბევრი რაღაცა. მაგრამ აი აღარ ყავს დამხმარე ძალა და ამიტომ ეს ძროხებიც გავასხვისეთ და ძალიან სევდიანი ვარ უძროხოთ. მართლა. ხო, რაღაცა ძალიან მესევდიანება. ძალიან რაღაცნაირი კარგი არის, როცა ნუ წარმოვიდგინეთ უკეთილესი არსება მხოლოდ ბალახს ითხოვს. ხო. და გაძლევს 1000 რა, ვეგანები ალბათ შემომიტევენ და მეტყვიან რომ არც ძროხის რძეა, მაგრამ
მაგ ჭკუაზე ვერასოდეს ვერ დავდგები რა, იმიტომ რომ იმ ძროხას იმ თავის შვილსაც ვაძლევდი ყოველთვის იმის გამოკევების საშუალებას, მეც მინაწილებდა და ვუვლიდი და ვეფერებოდი და რა ვიცი, დიდ პატივში და აი ინდუსები საერთოდ აღიარებენ როგორც რაღაცა ესეთი წმინდა ცხოველია წმინდა ცხოველს, კი. მაგიტომ თქვი რომ ცოტა ინდუსიც ვარ მაგამ ბავშვი თქო. მესმის. ჩვენ ბოლოსკენ მივდივარ. კი ბატონო. და კიდევ ერთი რაღაც უნდა დაგაგემოვნებინოთ. ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი და ნახეთ აქ რეებია. კაი. ვაფლი. ბრაუნი მაგალითად. ქოქოსი. რომელიც გნებავთ არ ვარ მოყვა. ეხლა თან რაღაც აი მე ხო, მის თუ არ გნებავთ, ხო, ხო, ეხლა არ არ შემიძლია. უბრალოდ, თუმცა ხო. მე შეიძლება სიამოვნებით ეს რა ქვია ამას? ბომბარი. ბომბარი. ბომბარის შეძენა შეგიძლიათ სპარის ფრესკოს აგროჰაბის ფილიალებში მეგობრებო. ხო, რაღაც კარგად გამოიყურება. უშაქროა, კი, შეგიძლიათ რომ მოკლედ არ ინერვიულოთ კალორიებზე და ძალიან სასიამოვნო ხო, აი რადგანაც სუში მე იმდენად აი ესე ვერ აი დესერტს რო ელოდებიან ხოლმე. ვერა. წარმოუდგენელი. მე თუ სუყე საჭმელი შევჭამე, მე რა შემაჭმევს იქ რაღაც შოკოლადის, ნამცხვრის. აი მაგიტომ ამბობ, იაპონელებს რა აქვთ, რატო არიან საოცრები, რომ აი გრძნობდი რომ დიდად ხა დესერტიო რომ მითხრეს და რომ შემოიტანეს. მაგრამ იმდენ დამაინტერესა იაპონური დესერტი რა არის. აი საერთოდ ვერ გრძნობ რომ ეს არის ტკბილი ან ნამცხვარი ან ესე რა ქვია კიდე შემოაქვთ ხოლმე რა ნაყინი რაღაცეებით ხო არ მე არ მიყვარს და ეს იყო აი ამ წაბლის რაღაცა ცოტა ესეთი კონსისტენცია ქონდა რაღაც უცნაური არა ნუ საოცრებები არიან რა ხო და ამიტომ სახლშიო დააგემოვნოთ დედა ამასაც ბომბარი გადმოგცეთ და უფრო დიდია. მრავალი სახეობაა შიგნით. შეგიძლიათ რომ დააგემოვნოთ. ეს ხო, ამას ჩემი შვილი თომა. კი. თემას დიდათ არ უყვარს ტკბილეული. ხანდახან ცოტა ნამცხვარს მიერთმევ და თომა ყველას ჩვენს მაგივრად ჭამს. ხო და თომასთვის. აი ეს იქნება თომასთვის. ასევე რა თქმა უნდა სპარიც, ძეხს. სად მოვსულ ვარ კაცო. ხო, აი ამ ძეხს გატანს. ალბათ როგორ შურთ ახლა ჩემი. ეს არის ესპანური კოსტა ბრავას ძეხვი, ესპანური ტრადიციებით დამზადებული, ჰაერზე დამწიფებული ასე ვთქვათ, ლორი. კი ბატონო. ესე შეგიძლიათ რომ დააგემოთ, ხოლმე სპარში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ მეგობრებო. და ასევე ჩვენი ილბარონე და აუ დიმპიტავრ აი რა რომ მევნებოდით რა არისო აი ალბათ ეგ არის რა რომ ესეთი რაღაცა მოილხენ და მე კარგი ხასიათზე დადგები კი ბატონო აი ეს ილბარონე როზეც ვარდისფერი გოგოშკური მიყვარს ძალიან შვენიერი ნახეთ როგორი ფერი აქვს ეს სპარში შეგიძლიათ შეიძინოთ მეგობრებო კი ძალიან დიდი მადლობა სუშისაც და თქვენ რომ აი ასე გაითვალისწინეთ ჩემი გემოვნება ვცდილობ ხო ნუ რაღაცნაირად ეს ჩემი მარილი ხო თქვენი მარილი ლოს-ალტის არტ-ექსპერტი წარმოიდგინე როგორ ვატარო ამდენი რაღაცა წარმოიდგინე რა მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ამის თანამასპინძლობისთვის ესეთი გემრიელი ხალისიანი ეს ხოდაშორის ნახეთ თქვენ ხა მე მომეცით ის რაღაცა ძალა რომელიც გამყვება ძალიან დიდხანს იმიტომ რომ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ თქვენი კითხვებით არის ძალიან მსუბუქი და რაღაცნაირი ადამიანური არანაირი ჩაძიებებით ძალიან ისეთი რაღაცნაირი ჰარმონია შექმენით ამ სტუდიაში მადლობა პირველ რიგში და მეც აი ეს მინდა რომ როგორც ორი მეგობარი რომ რაღაც საუბრობს თან მივიწყდეს გამოგვივიდა მე მგონი გამოგვივიდა მაყურებელო თქვენს განსაზღვრეთ დაგვიწერეთ აუცილებლად კომენტარებში ძალიან დიდი მადლობა ხატიას, რომელმაც აი ასე შვენიერად გაართვა თავი მასპინძლობას. მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ დიდად გურმანი, მჭამელი, მაგრამ აი ყველაფერს მივედ-მოვედე. უღრმესი მადლობა და აი ძალიან გამიხარდა თქვენი ეს სიტყვები. კი, ეს არის გულწრფელი აბსოლუტურად მე ვარ ბერძი და პირდაპირ ვლაპარაკობ.
და მართლაც ესეთი კარგი ეს დატოვა რაღაცა გულზე. ძალიან დიდი მადლობა. კარგი შთაბეჭდილება. თქვენც რა თქმა უნდა, მე ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და ძალიან დიდი პატივია რომ იყავით და გამომიყავით. მადლობა თქვენ. ულევ წარმატებას გისურვებთ. მადლობა. მაკა ჩიჩუა იყო ჩემი სტუმარი, თქვენ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი YouTube გვერდი და ლაიქოთ და აკომენტაროთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.